რა კარგია აქ რომ ხართ. მამა შენი სადაა? მოდი იმ გზაშია. ვიზიარებ. გმადლობ. მოდი. გმადლობ. ვიზიარებ. ფიქრეთ, ვიზიარებ. მადლობ. ვიზიარებ. ზეინებ, კარგად ხარ? ამდენი ხალხი ამ დიდემს როგორ იდანთ? შენსავით ხშირად არ ვეკონტაქტებით. არ მისმის როგორ ახერხებს სულ მას გადაეღარო. ფიქრობს ხალილ იბრაჰიმი ხელში თვითონ ჩაიგდო. გასაგებია, ახლა დიდემის დამარხვას აპირებთ, ამიტომ მეწავა. ან შენ როგორ არ გწვენია? ასე ახლოს ხართ და შენს მეგობარს ვერ ეუბნები, რომ ეს ქალი მისი შესაფერისი არ არის? ზეინებ, ხალილ იბრაჰიმთან მიმართებით ამის უფლება მე არ მაქვს. რას ნიშნავს არ გვაქვს? თვითონ შეუძლია ყველა საქმეში ჩარევა. კარგი, როგორც ჩანს, სამიზნე ახლა მე ვარ. ფიქრეთთან წავალ. გაიქეცი. რა გავაკეთო? მეგობარა, უბრალოდ გადაწყვეტე. დიდემზე ბრაზობ თუ ხალილ იბრაჰიმზე? ეს მეც ვერ გავიგე და არ მესმის. მე რა უნდა ვქნა? მინდა ხალილ იბრაჰიმი დაიდანჯოს. მაგრამ არ ვუყვარვარ და ყველაფერს ტყუილად ვცდილობ. ვერ უყვარ ხარ? შენ გამო მოკვდება. მოკვდება არა? გავს ახლა ეს თავის გამწირველს. აბა, დამლა. იმედია თავს არ იდანაშაულებ. რატომ უნდა ვიდანაშაულებდე? არ ვიცი. მამა ძალიან ვანერვიულე, ძალიან დავღალე. ამაყი ადამიანი იყო და ამას ვერ გადაიდანდა. მეგონა ასე ფიქრობს მეთქი. ეს მისი შვილის ყველაზე ბედნიერი დღე იყო აიშე. თავს არ ვიდანაშაულებ. რა მოხდა ნარგის? რა მეიცით? მე ბევრი ვიცი. მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ახლა გითხრა, აიში ასეთი უტაქტონო იქნები. დიდი მადლობა რომ მოხვედი. თავმოყვარეობა გვერდით გაქვს გადადებული და ჩვენთან ქორწილშიც მოდიხარ, დაკრძალვაზეც. და ღმერთმა გაიგოს, მაგრამ მე და ნედიმემ ახლა ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეიდან ამ სახლში ზედმეტს არავის ვალაპარაკებთ. გასაგებია? კარგი გადაწყვეტილებაა, გადასარევი. ნედიმე ხანიმის სურვილიც თუ გაითვალისწინეთ, მე მომკლას. ანოდეს მე ბოდიშ თუ მომიხდის. რა მოხდა? მოკვდი? არ მოკვდი. ბავშვებს რამე მოუვიდათ? არა. მაშინ ბოდიშის მოსახდელიც არაფერია. მაგრამ ასე თუ გინდა იდგე, იდექი. კიდევ რამე შემიძლია დაგეხმარო? სამზარეულოში წავალ. მეც. გონი შეთანხმდით. გოგოებს დაელაპარაკეთ. ურთიერთობა დაარეგულირონ. არ მინდა ზუხალ, იშხუბონ. მაშინ ერთადერთ რამეს გეტყვით. დათვლილი დღეები დაგრჩათ. გარდაცვლილი ასიეც ასე ფიქრობდა. მერე რა მოხდა? ჯერ კიდევ აქ ვარ. შენ თვლა გააგრძელე. მოიდანე შვილო. მადლობ. ხალილ იბრაჰიმ, იმის განდერმა ყველგან თავისი ხალხი გაფანტა. ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი დაწესებულებიდან რაღაც წაიღეს თუ თავს დაესხნენ. ფიქრეთს ვკითხე და არაფერი იცოდა.
შენც არაფერი იცი? მეც არაფერი გამიგია და დაუდ, შენ რამე იცი? მეც იგივე რაც ნესიმმა, მხოლოდ ჯორები. ქორწილში კარგ ხასიათზე მოვიდა, მაგრამ როცა წავიდა, გაცოფებული იყო. ნეტავ რა მოპარეს. საინტერესოა. მოვიდნენ. შევხვდები. ხომ არ ვკითხოთ? იქნებ თქვას რა დაკარგა? პარტნიორები ხართ და იქნებ დაეხმაროთ. რა სიტყვით? ორდანდით. ვიზიარებ. გმადლობ. ვიზიარებ. გმადლობ ძმაო. ორდანდით. იაუს. ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, სიტყვა და საქმეებს სათავეში ჩავუდგებიო. იქნებ ეს სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ თავისას ვერ მიაღწია ისკანდერ ბატონო. მამა ჩემი ამბიციური ადამიანი იყო. უარს ვერ იტანდა. როგორ ჩანს, სწორედ ეს ვერ გადაიტანა. როგორღაც იქნებ შემომიარო და მოგიყვები მამა შენი, ვინ მოიშორა. თუ რამე გინდა აქ თქვი. ყველგან რომ ვყვებოდე რაც ვიცი, მამა შენზე ადრე მოვკვდებოდი. როგორც გითხარი, დღეს ყავის დასალევად შემომიარე. გამარჯობა. ვიზიარებ. გმადლობ. ვიზიარებ. ჩემს საცოლესთან წავალ. ჩემო სიყვარულო. ვიზიარებ. გმადლობ ქან. როგორ ხარ? როგორ უნდა ვიყო? გასვენებაში ვართ. ედანურ. გონი დაწესებულება დაკეტილია რა? ყველა აქ ხართ. ჩვენ ყველა აქ ვართ, მაგრამ შენ შეგიძლია წახვიდე. დაკრძალვა, თორემ წავიდოდით არა? შენ რა შუაში ხარ ქან? ჩვენი პარტნიორიდან ნათესავი გარდაიცვალა ზეინებ. ამაზე მერე ვილაპარაკოთ. წავედით. კარგი. კიდევ ერთხელ ვიზიარებ. მადლობ. მადლობ. სახლში შევალ. ვეტყვი მაგი და გაამსადონ. ფიქრეთ. ერთი რამ არ მესმის. გარდაცვლილი ქორწილის დღეს ადრე წავიდა. თქვენ შორის რამე მოხდა? ამ ადამიანმა თავი ასე მოულოდნელად მოიკლა? ჩვენ პრობლემა არ გქონია. ყველაფერი მოვაგვარეთ. თქვა, რომ ცუდად იყო და წავიდა. თქვენსავით.
ქორწილიდან თქვენს ნაჩქარევად არ წახვედით? არა და მეგონა თავს ისკანდერი მოიკლავდა. მართლა? ვითომ რატომ? ყველა იმას ამბობს, რომ ბევრი ფული დაკარგე. ამბობენ, რომ ვიღაც შენს საცავს დაესხა თავს. ჩემს საკუთრებას თავს ვინ დაესხმება? მაგალითად მე. მე რა? რას გააკეთებ? რას ნიშნავს რას გავაკეთებ? ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ, ჰალილ იბრაჰიმ. ფული თუ გჭირდება, უბრალოდ ითხოვე და მოგცემთ. ვიღაცის საწყობზე თავდასხმა, სხვისი ფულის აღება, ასეთი რამის უფლება გვაქვს ფიქრეთ? თუ გვაქვს, თქვი და შესაბამისად მოვიქცევით. უბრალოდ ვიკითხე, ასე რატომ ბრაზობ? ჰალილ იბრაჰიმ, ახლა ჩვენთან თამაშს ცდილობ? ფულით ვერაფერს გვავნებ. იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე გგონია. როგორც მამამ უკვე თქვა, თქვენ ორივე ახლა ქორწინდებით და თუ ფული გჭირდებათ, ეს ნორმალურია. შეიძლება გჭირდებოდეთ. მამა შეუძლია გასესხოთ ან გაჩუქოთ. ამაში დარწმუნებული ვარ, უკან არ დაიხევს. ოღუს, დაიმახსოვრე. თუ დაგჭირდა ისკანდერს გამოვართვათ. ჰალილ იბრაჰიმ, თუ თვლი, რომ ფული ჩემია, შეგიძლია აიღო, მაგრამ თუ ასე არ არის და გგონია უბრალოდ ვინახავ, ვინმე აუცილებლად მოვა და სანაცვლოდ შენი და შენი ახლობლების სიცოცხლესაც წაიღებს. ამაში მეც დარწმუნებული ვარ და მინდა გაითვალისწინო. უკვე მოსულამ და ისევ მოვიდნენ. ყველა მოვიდეს. მე აქ ვარ. აქ ვარ. მოწმეები ხართ, ბატონებო. ჰალილ იბრაჰიმს თუ რამე მოუვა, მე არ დამაბრალოთ. რა ხდება იაჰია? მე რა ვიცი, ძმაო. მომისმინე. ციხეში ვეღარ ჩავჭდები, ვინმემ თუ ჩაგვიშვა, ყველაფერი შენს თავზე უნდა იყო, მე თავისუფლებაზე უნდა დავრჩე. გასაგებია? კარგი. მომისმინე, ძმაო, თუ ვინმემ ჩაგვიშვა ეს, ორივე შეგვეხება. გგონია მარტო მე ჩამსვამენ? არ მაინტერესებს რამე გააკეთე, მაგრამ მე არ უნდა დამიჭირონ. გასაგებია? კაპიტანო, სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა. ზუსტად ახლა იაჰიას ვეუბნებოდი მეთაურს, ალბათ ანტიკვარიატი აინტერესებს, ჩვენ ხომ არ მოვენატრებოდით მეთქი. არ მომნატრები ხართ. კაპიტანო, წყალს დალებთ და რა გინდათ? რა უნდა ჩვენგან კაპიტანს? უბრალოდ თქვით, დასხედით. თქვენთან შეთანხმების დადებაზე ვფიქრობ. სახელმწიფოს სარიელ ფურცელზეც კი მოუწერთ ხელს, კაპიტანო. იაჰიაც მოაწერს ხელს, ასე არ არის? ძმაო, იქნებ ჯერ შეთანხმების პირობები მოგვესმინა. კაპიტანო, აპატიეთ ჩემს ძმას, ქვეყანა ახალგაზრდობაში დატოვა და ჩვენ სახელმწიფოს კარგად არ იცნობს. ოდა გავაცნობთ, მუსა გავაცნობთ. ბოლო დროს ისევ ვიღაც ისვრის
ვიღაც იჭრება. როგორც ყოველთვის ახლაც თქვენს სახელებს ახსენებენ. თქვენ სახელებს სამწუხაროდ გვიგონებენ, კაპიტანო. იქნებ იმის ნაცვლად ყველა ტყვის უკან თქვენ გხედავდეთ ყველაფერს თვითონ მომიყვეთ. რას ნიშნავს მოგიყვეთ, კაპიტანო? ამ მოვლენებთან თქვენ ხომ არაფერი გაკავშირებთ, არა? მაგრამ თუ ვინმე მოვა და რამეს გთხოვთ, ჯერ მე შემატყობინეთ. მე შეძლებთ თქვენ საქმეებს მიხედოთ. მეც ჩემს საქმეს მივხედავ. ახლა იმას იკითხავს, რას ნიშნავს ჩვენი საქმით დაკავება. ვინც გინდა და როგორც გინდათ, ისე ძარცვეთ. კაპიტანო, როგორც თქვით, ამ სიტყვებთან არაფერი გვაკავშირებს, თუმცა ბევრი ჩვენგანი ასეთ რაღაცებს ითხოვს. ჩვენგან ითხოვს, ანუ თქვენ გეუბნებით შემოთავაზებული თანხა ავიღოთ, თავი მოვაჩვენოთ, რომ შემოთავაზებულ საქმეს ვაკეთებთ, მერე კი ყველაფერი თქვენ მოგანდოთ. არა? სწორად გავიგე? სწორედ ეს ვიგულისხმე. ეგ კი იგულისხმეთ, მაგრამ აქ ისედაც არავის უყვარვართ და ახლა ჩამშვებებსაც დაგვიძახებენ. ჯობს ჩამშვებები იყოთ, ვიდრე საშინელი ადამიანები, მუსა. არა, არ ჯობს, კაპიტანო. ჯანმრთელობა საშუალებას არ მაძლევს ისევ ციხეში წავიდე. ძმაო, კაპიტანი ამბობს, თქვენ თქვით, ფული აიღეთ, უბრალოდ გარიგების ბოლო წუთებში მე ჩავერევიო. ანუ ჩამშვებები ჩვენ არ ვიქნებით, გესმის? ჩვენ არ ვიქნებით. ასეთ შეგვიძლია ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება, მაგრამ თუ ვინმე ჩვენიანი რამეს გთხოვს, აუცილებლად შეგატყობინებთ. არ გამაცილოთ, გზა ვიცი. იაჰია, წნევის რამე წამალი დამალევინე. ძმაო, ისეთი არაფერია, ახლა კაპიტანი დაგვიცავს. კიდევ რა გინდა? იაჰია, რის შემდეგ გახდა კაპიტნის დაცვა, კარგი რამე. ფულს ავიღებ და ტყვიებსაც მე გავგზავნი. შენ კი პოლიციაში წახვალ და კაპიტანს ყველაფერს მოუყვები. გეგმა ასეთია, დამთავრდა, შევთანხმდით. კარგი ძმაო, როგორც გინდა. გამარჯობა, დერვიშ. გამარჯობა. რა ხდება, დაუდ? ძალიან ნერვიულობ. რა მოხდა? ისკანდერ შევხვდი დურსუნის პანაშვიდზე. როგორც ჩანს, ჰალილ იბრაჰიმმა მისი ფული აიღო. კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ძალიან ეუხეშა. და ჰალილ იბრაჰიმს არ უხეშია? არა, მაგრამ ჯიუტობდა. და რატომ ნერვიულობ? ყველა მის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. ისკანდერმა თქვა, რომ ეს ფული მისი არ იყო. მოვლენ და მოკლავენ. უბრალოდ ფულს კი არ წაიღებენ. მაინც რამდენი წაიღო ამ ჰალილ იბრაჰიმმა? დათვლის დრო არ მქონდა, დაუდ, მაგრამ მთელი სატვირთო აავსო. შენი ჯექი, მე სალოცავად მივდივარ. ალო, ფიქრობ კაპიტანს უნდა ვუთხრათ, რომ შენს მოსაკლავად მოვლენ. იქნებ პროკურორისგან უფლება მიიღოს და ისკანდერის საუბრებს მოусმინოს. ისკანდერი ყურადღებიანი ადამიანი არ მგონია ტელეფონით რამე ილაპარაკოს. მაინც უნდა გავაფრთხილოთ. ვინმე მაინც მოვა. ერთადერთი რაც საჭიროა, ზომები უნდა მივიღოთ. ეგ ზომები ჯერ საკუთარ თავთან დაკავშირებით მიიღე. მარტო სასეირნოდ მე ხომ არ დავდივარ. მარტო იმიტომ დავდივარ, რომ პირდაპირ მომაკითხონ. მაგრამ ისკანდერი დარტყმა ზეინების მეშვეობით მაყენებს.
ახლა სვლას ჩვენი გარემოცვიდან რომელიმე წევრის წინააღმდეგ გააკეთებენ, შენ წინააღმდეგ კი არა. დაუთმა ვეღარ გაძლო და ფულზე მკითხა. შენ რა უთხარი ვიძია? იკითხა ფული რამდენი იყო, მე უთხარი რომ არ დამითვლია. სამიზნედ რატომ გინდა იქცე ვიძია? აბა ვინ უნდა ვაქციო? ხომ გითხარი რომ მხოლოდ მე შეეშვიან ბრძანებების გაცემას. ოუს ბიჭებს დაველაპარაკები, რესტორანს შენ მიხედე. ყველა ყურადღებით იყოს. ვიდრე დაუთიც ამ საქმეშია რესტორანს სამიზნედ არ ამოიღებენ. მართალი ხარ, მაგრამ მაინც მზად უნდა ვიყოთ. აიშე, ვინმეს გაუმხილე ის, რაზეც გუშინ საუბრობდით. მითხარი. ჩვენების გარდა არავის. მამამ მკითხა ეს ყველაფერი რაში გჭირდება. ფულის საჭიროება ხომ არ არისო? ლეილამ მკითხა რომ ისიც მოვა მხოლოდ ერთი პირობით. რა პირობით? ნედიმე. ესე იგი იგივე პრობლემა აქვთ. და მე თანხმეთ ორევე მართალია. იცი როდის ცდებიან ისინი, ვინც მართალი არიან აიშე? როცა ჩქარობენ. ცოტას მოითმენენ. იქამდე მაინც ვიდრე გონზაშვილებს გააჩენს. მამა, ქანი გასვლას აპირებს. აინტერესებს რამე ხომ არ გჭირდება. კარგი, თქვენი საუბრეთ, მეც ახლავე მოვალ. აბა აიშე, მამამ რა თქვა? თქვა რომ ნედიმეს ის მიხედავს. თუმცა მოთმინებაა საჭირო. აიშე, მამა სხვების საქმეებს ყოველთვის დებს. სულ ასე იქცევა. თავარი ყოველთვის მისი გეგმებია. მაგრამ შენ თუ რამის მოინდომებ, უარს არ გეტყვის. ამიტომ ზეწოლა გააგრძელე. კარგი? კარგი ძვირფასო. ყველაფერს მივხედავ და იმ დამლასაც ბოლოს და ბოლოს მოვუვლი. აუცილებლად. ჩემთვის ტყუის როლა მარაც ბრძანა. გაიგე, საიდან შეიტყვეს ფული, სად იყო ისკანდერ? ჩემი ვარაუდები მაქვს. შენ თუ გაარკვიე, სად წაიღეს? ჰალილ იბრაჰიმის ბიძამ, დერვიშმა ადგილი იცის. და არ უთქვამს, სად არის? ფიქრობ იტყვის? ბავშვი გგონია? საერთოდ ასეთი რამ არ უნდა მეკითხა. თუ ვინმე გაიტაცებს და ძალას დაატანს, რამეს იტყვის? ჯობს ტყუილად არ ვცადოთ. რამის თქმას სიკვდილს ამჯობინებს. კარგი, მაშინ მოკვდეს. მარტივად ვერ მოკლავთ ისკანდერ. ხომ არ გონია, თქვენს ლოდინში ხელფეხს შეიკრავს. ძალიან კარგი მსროლელია. ძალიან კარგი. ყველას აქვს მომენტი, როცა ზიხარ ხელფეხი კი შეკრულია, შენ არ ინერვიულო დაუთ. ფიქრეთის ყოფილი ცოლი აქ არის. კაცმა არ იცის ქალს თავში რა მოუვა. არ უნდა დაგინახოს, შეიძლება ფიქრეთის გულის მოსაგებად ყველაფერი გააფუჭოს. კარგი, მაშინ გავიქცევი. კარგი. მამა, თქვი რომ ხვდები, ვის შეიძლება ფულის ადგილსამყოფელი გაეცა? ვის გულისხმობდი? აიშეს მამას. ნესიმს, პოლიციაში ხშირად დადის. ჩამშვებზე ლაპარაკობდნენ, ალბათ მას გულისხმობდნენ. მივხედავ. ხელი არ ახლო. ნასიმი კიკას გადაეცი. მე კი ისეთი გუნდი მომიძებნე, ჩვენთან რომ არაფერი აკავშირებს. დერვიშს აედევნონ. მაგრამ დაუთმა თქვა, რომ ფულზე ის არაფერს გვეტყვის. ფული ყველაფერი არ არის, შვილო. ტკივილის მიყენების დროა. ფული კიკასთან წაიღე და უთხარი, რომ გაგრძელებაც იქნება. ნედიმესთან არ გაიქცნენ. ისინი ყველას თავს ესხმიან, არა? დაისვრიან. რა გინდა შენ ხელის გასვლა არ გიწევს. მაშინ დერვიშთანაც ისინი წავიდნენ. ისინი ამას არ გააკეთებენ, შვილო. ჰალილ იბრაჰიმთან საქმეს არ დაიჭერენ.
კიდევ ვინმეს უნდა? ოსმან. ბოლო შენია. ოსმან, გამიყავი. გმადლობ. ჰალილ. დაკრძალვაზე დაძაბულობა იყო არა? არავითარი დაძაბულობა ძმაო. ისკანდერმა პირდაპირ მითხრა, რომ ერთ-ერთ თქვენგანს მოკლავენ. ანუ ამას თვითონ არ გააკეთებს. ვინმეს გააკეთებინებს და ვის? ისევ გიგას? ცოტა ხნის წინ მათ თქვეს, რომ არაფერს დაგვიშავებენ. ბიძია, მათი ნდობა შეიძლება? თუ მათი მკვლელობა არ დაგიკვეთავს, თუ სავაჭრო ურთიერთობა არ გაქვს, მაშინ პატიოსნად იქცევიან. მაშინ ჩვენგან არავინ უნდა გაყიდონ. მხოლოდ გიგა კი არა, არავინ მოინდომებს ხალილ იბრაჰიმის გარემოცვის წევრებისთვის რამეს დაშავებას. ამას რაზე დაყრდნობით ამბობ? მთელი დღე რესტორანში უამრავ ადამიანს ვეკონტაქტები. თვალი არ ეცეს და ამ კაცთან ბევრი ხალხი დადის. ყველა იმას კითხულობს, მის ახლოს მაგიდასთან ადგილი თუ იქნება. მალე შენთან ფოტოებსაც გადაიღებენ, ჰალილ. გონი ვერ გამიგეთ. გეუბნებით, რომ ერთ-ერთ თქვენგანს შესაძლოა ესროლონ. და ამას პირველად გვეგულობ, ჩვილო. გგონია შენს გარშემო საფრთხობელების რანგით ვარ ჩეკრებილი, მაგრამ იმიტომ ხომ არა რომ გესროლონ. ხომ გაიგეთ რას ამბობს? ეს საძაგილი ისკანდერი არ უნდა გავახაროთ. ყველამ თავის თავს მიხედოს. გმადლობ სიმა. კიდევ კარგი არსებობ, ვიღაცას მაინც ესმის ჩემი. შენი საერთოდ არ მესმის, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. თავიდან არ დაიწყო. დავიწყებ, იმიტომ რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირველადაა მაგიდასთან მარტო. მარტო როგორ, აქ ამდენი ხალხი ვართ სიმა. მაგრამ ვიღაც გვაკლია. ასე არ არის? ზეინები? ზეინები თავისთავად, მის ადგილს ვერავინ შეავსებს, მაგრამ დიდემზე ამბობს. გასაგებია. ისე სად არის? ისევ გითხულობ სადაა, რა მნიშვნელობა აქვს? ჯოჯოხეთში, როგორც იქნა გაახსენდა, რომ სახლი აქვს. სემა, შემიძლია სერიოზულად მივიღო და ადგილი მიგიჩინო, მაგრამ ასეთი ხარ. თავის დროზე ზეინებსაც ასე შეხვდი, მაგრამ მერე შეიყვარე. ფიქრობ, დიდემიც ზეინებივით შეგიყვარდება. ხალილ იბრაჰიმ, მოდი ისკანდერს ნუღარ დაველოდები და პირდაპირ აქვე მოკლა. შევიყვარებ არა? თითქოს შენ შეიყვარე. საერთოდ ეს ხელჩაკიდებული სიარული და ჩახუტება რა სისულელეა. მე და თურანს ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ასე დაგინახი ვართ? ზოგი უბრალოდ სიყვარულს ვერ გამოხატავს, ალბათ ვერც თქვენ. ფიქრობდი გავჩუმდები და არაფერს ვიტყვი მეთქი, მაგრამ ხო და გაჩუმდი არ თქვა. ჯობს არ დაიწყო. რატო მოღუს? რა მოხდება თუ ჩაერევა? მას ყველაფერი მოსწონს? ედანურ იქნებ რესტორნის ნაცვლად? შვიდობის მტრედების მაღაზია გახსნა. ერთხელ მაინც ცადე და ბალანსი დაიცავი. მერე ვნახოთ, შორიდან ალბათ ძალიან ადვილი ჩანს. მითხრეს, რომ დავუდი ჩემი უფროსია, მერე თქვეს, რომ არ უნდა ვენდო, მერე კი იმ დავუდის ძმისშვილი მომიყვანეს. ერთი წუთით, ჩვენ აქ დავუდს არ ვენდობით, ჰალილ იბრაჰიმ ხუმასია. ქაანის მოკვლას ეგ არ აპირებდა? არავის ვენდობით ოსმან. ედანურისთვის არ მithქვამს, რომ დავუდს არ ენდოს. ჩვენ არავის უნდა ვენდოთ. თუმცა თუ ჩემს ზურგს უკან ვინმემ რამე უთხრა, არ ვიცი. შეიძლება მე უთხარი. ოჩახ, საწოლეს ყველაფერი უთხარი. შენ არ უყვებოდი და ხედავ რა მოხდა? მაყოფილი ხარ? ახლა კი დადი ხარ და ფიქრობ, თავს ვინ დაგესხმება. იცოდეთ, ჩემს გაუფრთხილებლად ქუჩაში არავინ გავიდეს, გასაგებია? გაფრთხილებთ. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. რა გინდოდა? არასწორი ვთქვი? კან, ეს რა ფულია იმ ფულთან შედარებით, რაც მამა შენს ავართვით? ეს რა ფულია? ეს თქვენთვის არ გამოუგზავნია ძმაო მუსა. თქვენთვის მეტია. ეს კი ჯიბის ფულია იმათთვის, ვინც შავ საქმეს გააკეთებს. გაიგე, იაჰია? ეს ჯიბის ფულია, 100-დან 5%. გავიგე ძმაო, გავიგე. მამა შენს ვისი შეკვეთა უნდა? ნესიმის მოკლა უნდა. და ნესიმი რა შვაშია? ჩამშვებია. პოლიციასთან ხმამი აქვს, მალე ყველას პრობლემა გახდება. პოლიციის ჩამშვებს თუ მოვკლავთ, ყურადღებას მივიქცევთ. ეს ფული წაიღე და მამა შენს მოკითხვა გადაეცი. ჩვენ სახელმწიფოს არ ვესვით. გასაგებია, პრობლემები შეგვექმნება. გეუბნები, რომ ჩამშვებია, ძმაო მუსა, სახელმწიფო რა შუაშია. ჩვენთან იმუშაოს და მერე ჩაგვიშვას? კარგი რა.
რაღაც დასაშვებია, რაღაც კი დაუშვებელი. მე ზუსტად ამას ვამბობ. რაღაც საქმე დასაშვებია, რაღაც დაუშვებელი. იაჰია, უბრალოდ თანხა მითხარი. აშკარაა კაპიტანმა მუსა დააშინა. კან, ეგ შეუძლებელი საქმეა, მაგრამ მამა შენი პატივსაცემი კაცია. როგორც გითხარი, ამ თანხას 100-დან 5%-ად ჩავთვლით, თუმცა მთელი თანხა ერთბაშად გვინდა. დანარჩენი ფული საქმის მერე იქნება, იაჰია. რა სიტყვი ძმაო? მე თანახმა ავრო არ, იაჰია, ეს შენი საქმეა. ფული ახლავე გვინდა და არა მერე. კარგი, ხალხი გამომაყოლე. მანქანიდან მივცემ, მაგრამ ნესიმი დღესვე უნდა მოიშოროთ. არ გაწელოთ. ღამემდე. ეჰე, ჩვენ რა ეშმაკები ვართ, გავიქცეთ და ასე უცბად ადამიანი მოვკლათ? მაგრამ ფულს ასე უცბად გვაძლევენ. კარგი, როგორც გინდა, მაგრამ მე თანახმა არ ვარ. არ გეთანხმები. გასაგებია? კარგი ძმაო. ისკანდერ ბეი, დამეძახე და მოვედი. ახლა საქმეზე გადახვალ? კარგი, დავიწყოთ. ამიჯერე შენივე სიკეთისთვის დაგიბარე. ადამიანი უნდა იცნობდეს იმ ხალხს, ვინც მის მაგიდასთან ზისასი არ არის, რაც გულისხმობ, ვინც მაგიდასთან იჯდა ქორწილშიც იყო. მართალია. ჰალელ იბრაჰიმიც იქ იყო, თუმცა ჩემი ფულის გატაცების შემდეგ მოვიდა. კარგი თვისებაც აქვს, არ მალავს და ღიად ამბობს, რომ ფული მან წაიღო. გაბედული ადამიანია, მაგრამ აი ფიქრეთი ასეთი არ არის. ფიქრეთი რა შუაშია, დედა ჩემივით არ დაიწყო. დედა შენიც ასე ფიქრობს, არა? სიძეთ ყვილად რატომ უნდა დაადანაშაულოს? თან ამდენ ხანს იბრძოდა და შვილი რომ მისთვის გაეყოლებინა. და ფიქრეთს ეს რატომ უნდა გაეკეთებინა, მან მამა ჩემს აპატია. არ აპატია, თავი მოგაჩვენოთ რომ აპატია. კიცებულებები გაქვს, ან მოწმეები თუ ყავს? ალბათ მყავს. ყავს. ყველაფერი ზუსტად ვიცი. თუ ასეა მითხარი, თორემ შენთან საქმეს არ დავიჭერ, ისკანდერ ბეი. ოჯახში ისედაც ტრაგედია გვაქვს და თავი დაგვანებე. კარგია. მოწმე ის ადამიანია, რომელიც მიყვარს და რომელსაც ვენდობი ავოს. შემოდი შვილო. ხავა აქ დადე, მოდი. დაჯექი. დაჯექი. მოუყევი იავუს, რაც მე მითხარი. ლეილამ რა თქვა? მამა, ლეილა თუ გაიგებს რომ იავუს მე ვუთხარი? ეს არ მოხდება. გვირდები. იავუს, თქვენ სახლში ლეილამ ფიქრეთს მადლობა გადაუხადა. მან კი უთხრა, მათი მამა ჩვენი მოგლეს. ჩვენ კი მათი მამა მოვკალითო. თან ლეილა გააფრთხილა. ეს საქმე დიდად არ გაწელო. აი სიურპრიზი. აი ამბავი. არადაერთ ძმას ვეძახდი და მეორეს კი ცოლს. გეფიცები დიდე მამის არ მჯერა. ჰალელ იბრაჰიმს ლეილამ შეგახვედრა. ახლა ერთმანეთს რატომ დაგაშორებთ?
იმიტომ რომ ზეინებს არ ეგონა, ხალილ იბრაჰიმი მართლა თუ შემიყვარებდა. თუმცა ასე მოხდა და ახლა ის ეჭვიანობისგან გიждდება. კარგი, მაგრამ ქანმა ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა. ხალილ იბრაჰიმზე თუ დარდობს და ეჭვიანობს, ქანზე რატომ დაინიშნა? ვფიქრობ, ესეც სპეციალურად გააკეთა. ხალილ იბრაჰიმი რომ მე დამშორდეს, თორემ გათხოვდება. გესმის? დიდემ რაღაცას გეტყვი და არასწორად არ გამიგო, კარგი? კარგი. ამას ზეინებსაც ვეტყვი. რაც გინდა ის უთხარი. მე ვეუბნები, მაგრამ რა ხდება? ბეჭედს მიკეთებენ და ჩვენთანაა. ვსადილობთ და ისევ ჩვენთანაა. რაც გინდა ის უთხარი. ქანი მოდის. ნედავს ზეინებიც აქაა? როგორც მოვა, ისე წავიდეს. ესმა? ქან, როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. სადილობას ვაპირებდი. დაუთის სამფლობელოში პრობლემებია ხოლმე. ასე არ არის, დიდემ? გონიცდები, მაგრამ ჩემი საქმე არ არის. აბა, სად დაჯდები? პირადულზე თუ არაფერზე ლაპარაკობ თქვენთან. არც ისე კარგი იდეაა. რა მოხდა ძირფასო? აბა, თქვენი ქორწილი რა ეტაპზეა? რა სელით? ესმა, შეგიძლია კოტლეტი ან რამე მსგავსი შემიკვეთო, ძალიან მშია. რა თქმა უნდა. სამზარეულოში გავალ. საფარ, მისმენთ? წინ საფარი მოიხსენი და მიუჯექი. ყველაფერი უნდა ვიცოდე. გასაგებია ეს მაჰანი. მე წავალ. დიდემ, სერიოზულ საკითხზე უნდა გელაპარაკო. ესმა ამიტომ გაუშვი და ჯექი გთხოვ. მართლა მნიშვნელოვანია. მე და შენ სასაუბრო რა უნდა გქონდეს? ერთი მიზანი გვაქვს. შენ ხალილ იბრაჰიმს გინდა გაყვე, მე კი ზეინები შევირთოცოლად. თუმცა რაც უნდა ყოფილი ძოლქმარი ვეძახოთ, ეს საკითხი წარსულში არ ინაცვლებს, ახლდება. მოხვედი შენ და დაბრუნდა ზეინები, მოვედი მე და დაბრუნდა ხალილ იბრაჰიმი. ხომ ასეა? მართლა ასეა, მაგრამ ვერაფერს გავაკეთებთ. ფიქრობ გავაკეთებთ. მაინც რას? შეგვიძლია ჩვენ ზურგს უკან მოქმედებაში ხელი შევუშალოთ. მე ზეინების ყოველ ნაბიჯზე შეგატყობინებ, შენ კი ხალილ იბრაჰიმისაზე. თუ მათ შეხვედრებს თავიდან ავირიდებთ, გული გაუცივდებათ და ორივე სასურველს მივიღებთ. აბა დაფიქრდი. რა სიტყვი? ნესიმი სად უნდა მოკლათ? კაპიტანო, ამას არასოდეს გავაკეთებთ, მაგრამ გავიგეთ, რომ კართან თეთრი მანქანა დაელოდება. შიგნით ორი მკვლელი იქნება. საჭესთან ყვავივით ცხვირიანი კაცი იქნება, გვერდით კი მსუქანი მეწყვილე. დაახლოებით 35 წლის. ყური მოვკარით, რომ ორი მკვლელი იქნება. ორი მკვლელი. თეთრ მანქანაში. გარეგნობის აღწერა არ მithოვია. კარგი, მორჩი, გმადლობ. გმადლობა თქვენ, კაპიტანო, გმადლობ. იმ ხალხს ხომ არაფერი მოუვა, ანუ ჯერ ხომ არც კი უცდიათ ვინმეს მოკვლა. ძმამ გთხოვათ, ჩვენი სახელი არსად უნდა გამოჩნდეს. შენ ძმას უთხარი, რომ ისი ხალხი არ მადარდებს. არც ის ფული, რაც თქვენ აიღეთ. არა, არც ისე ბევრი ავიღეთ, უпростоრად მანქანაში მსხდომებს არ აუღიათ. დიდ ცხვირამ და მსუქანმა თითქმის არაფერი აიღეს. ჩვენ ასე გავიგეთ. მანქანიდან თუ გადმოვლენ, 20 წელს მიიღებენ. კარგი, მაინც კარგი ამბავია. იმედი აღებული ფულით ვერ ისიამოვნებთ. გაგრძელებას ველი. ღმერთ მაქნას, კაპიტანო, შედეგს ვნახავთ. გაგრძელებაც იქნება ღმერთ მაქნას. მიედი, ხო? ღმერთ მაქნას. ამიეჰიეს რა უნდა და კაპიტანო? ნესიმ ბეიზე საინტერესო რაღაცები თქვა. მაინც რა? გზაში მოგიყვები, პოლიციის მანქანებით გავდივართ. როგორც მეტყვით.
ძალიან ფიქრეთ ბეი. შემოდი შოთა. დაჯექი. ჰალილ იბრაჰიმისგან გზავნილია. ვიფიქრე სადმე გახვიდოდით და ვეღარ გნახავდით. იქამდე მინდოდა გადმომეცა. ფიქრეთ ბეი. ამჯერად სახლიდან ნამდვილად არ უნდა გახვიდეთ. ვინ ჩათვალა საჭიროდეს შენთვის ეთქვა? ლეიტენანტი ოხუსი ხომ არსებობს? ლეიტენანტი აღარ არის ჩამოაშორეს. თავისი ძველი პროფესიის სიყვარულის გამო ადამიანმა გადაწყვიტა გავეფრთხილებინეთ. შოთა, მეც ვიყავი მისასამძიმრებლად, გავიგეთ ისკანდერმა რაც თქვა. მაგრამ მე ხომ არ ყოფილ ვარ და არ გამიგია. ამიტომ ახლა გეუბნებით. ხომ გესმით? კარგი, ისედაც არსად გავდიოდი. ზეინებმა რამე თქვა? უამრავი რამ. მარტო თვითონ კი არა, ჩემს ცოლსაც ათქმევინა, მაგრამ მე ყველაფერი უარყვავი. ამ საქმესთან არაფერი მაკავშირებს. საერთოდ არაფერი ვიცი. კარგი. ისე იავუს თვალი ადევნე. თავიდან მოვიშორებთ? იავუზი მიყვარს. არ მინდა რამე ვამნო, მაგრამ ვინმე თუ გონებას აურევს და გადაწყვეტს მამის გამო შური იძიოს, გასაგებია ფიქრეთ ბეი. პრობლემა არ არის. მე იავუზი არ მიყვარს. ვეთყვი თვალზემოთ წარბი გაქვს თქო და მოვკლავ. თვალზემოთ ყველას წარბი აქვს შოთა. მეც მაგას არ ვამბობ. ჩემთვის სერიოზული მიზეზია. კარგი, ახლა გადი. მე და შენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით აქ რომ ჩამომიჯექი, მიდი. გარეთ პრობლემა თუ იქნება, მე ისევ ბოდიში მოვიხადე და თქვენ ისევ არ მაპატიეთ. გასაგებია? და ამის ჯერად? გეფიცებით მგონი არა ფიქრეთ ბეი. ელიფიც კი იმას მეუბნება თუ გინდა გაპატიონ, ფიქრეთს მაშინ ელაპარაკე, როცა მთვრალიაო. შოთა გამასტარი თორემ ჯავს შენზე ამოვიყრი. თვრალს ელაპარაკე. ღმერთო ჩემო. ღმერთო. 10 წუთი ელაპარაკობენ და როცა ვეკითხები, ნაჩხობრები არიან. ჩემი ქმარი პატიებას ითხოვს. ელიფ ამის გჯერა? ადრე ასეთი სულელი არ იყავი. რა მოხდა? ზეინებ არ ჩენ იყავი ასეთი ეჭვიანი. გამომაფხიზლეს ელიფ. ძინარემზე თუ ნახავის ამბავი იცი? არა, რაზია? უთხრეს რომ კოცნამ გააღვიძა. მან კითხვა რომ არ გამეღვიძა. ხვდები მერე რაც მოხდებოდაო. ახლა ხვდები რამ გამაღვიძა. ზეინებ ვინ გაკოცა? ვინ? ამაზე ძალიან მდარდობ. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ახლა მღვიძავს. შემოდი დედა. შვილო, გეძახი და არ გესმით. არადა ისედაც ამდენი საქმე მაქვს. ზეინებ ესმა მოვიდა, შენი ნახვა უნდა. ესმა რომელი? არ გახსოვს ქემალიშვილი. და აქ რა უნდა? არ ვიცი შვილო. დედა შენმა უკვე დაუწყო დაკითხვა. გონი დაამლას თუ რამე მოუვა, ძლობას ამას უპირებს. კარგი რა დედა. ნედი მექანიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი. წავალ შევხვდები. ნედავ რატომ მოვიდა? მიდი შვილო, მიდი.